ქვემო ქალში იმყოფება, ქვია ბოლნისი, ადრე ეთქვა ეკატერინფილდი, ქალაქად გამოცხადა 1967 წელს, ფართობი არის 4.5 კვადრატული კილომეტრი. ოფიციალური ენა ქართულია, მოსახლეობა 8406 ადამიანი. რაიონებები ცხოვრობენ 99% არის ქართველი, 9% სომეხი, 1% ბერძენი. საფოსტო ინდექსი არის 1100 თუ 100-ია საფოსტო ინდექსი. 1100. ოფიციალური საიტი არის bolnisi.gov.g. მოკლედ მეგობრებო, აი შუამდეც მოვედით და ვნახოთ ახლა მოვძებნოთ ბატონოვანო, ვინმეს ხო არ შევეკითხოთ, ა? შემეძლოთ უნდა შევეკითხოთ. შეიძლება გზის პირათაც იყოს, ხო შეიძლება. ჩვენ რაღაც ფოე რამე არ გვინდა, ჩვენ გვინდა ისეთი სადაც ჩვეულებრივი ადამიანები დადიან ყოველგვარი ზიზილპეპილოების გარეშე. იაფი ორღა და გემრიელი. ნუ რასაც აქაური ხალხი თulis, რომ გემრიელია. აი, ვნახოთ მესხური ლავაშიო აწერია. მუზეუმში ვეჭველი გავდივართ. ა? მუზეუმში ვეჭველი გავდივართ. მუზეუმში ხო, თუ ღია იქნება შევიდეთ უეჭველი. უძველესი ადგილია ბოლნისი და აქ ნეოლითის ხანიდან დროიდან ცხოვრობდა ხალხი. ასე რომ უწყვეტად აქ ხალხი ცხოვრობდა და აქ დიდი კულტურა იყო და ამ ბოლნისის გარშემო არის ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლები. მაგრამ კლიმატური პირობების გამო და დრონის არქონის გამო ის იქნება, რა ქვია. რავი, აბა მივალთ რომ აი რაღაც კლინიკას გამოვარეთ. მოკლედ მეგობრებო, ეხლა თავს აღარ შეგაწყენ თვითონ ქალაქს ხომ ეხლაც ათვალიერებთ. აი ესეთი წყნარი ოპცია ქალაქია, უბრალოდ ჩვენ ესე დროს ჩამოვედით, რომ სიმწვანე არ არის, თორე არა უშავს, თოვლში და წვიმაში ხო უნდა ვიცოდეთ, ჩვენი ქალაქები გავიცნოთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. რა ვიცი, თითოლარიცოთ, ჩარიცხოთ, ეგეც ჩვენთვის ძალიან მაგარი იქნება, რომ ამ პროექტის განხორციელებაში იოსებ თუ ჯორჯიასთან ერთად მოგვეხმაროთ. მოკლედ ახლა აბა მოვძებნით და ვნახოთ რა სიტუაცია იქნება. მოკლედ მოკლედ